საზაფხულო პროგრამებში ჩასართავად რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. თბილისში დარეგისტრირებული მოქალაქეებისთვის გათვალისწინებულია 3000 ადგილი. ბანაკების პროგრამა დედაქალაქსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე დღიან შეკრებას და კულტურულ შემეცნებითი და სპორტულ აქტივობებში მონაწილეობას ითვალისწინებს. წლების წინ ამოქმედებული პროექტი რამდენიმე თემატურ ნაკადს მოიცავს. პროგრამა მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. მონაწილეები წინასწარ მათ მიერვე შერჩეული თემებისა და ასაკის მიხედვით ჯგუფებად დაიყოფიან. პროგრამის ფარგლებში 14-დან 29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებს სხვადასხვა აქტივობას, დისკუსიებს, ტრენინგებსა და სალექციო კურსს შესთავაზებენ. სწორედ ეს მიზანი გვამოძრავებს, რომ სტუდენტებს შევძინოთ განსაკუთრებული უნარები, რომელიც შემდგომში მათ გამოადგებათ. თორნიკე გოგისვანიძე ერთ-ერთია, ვინც თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს ტრენინგებს ჩაუტარებს. მისი მიმართულება დებატების, ხელოვნების შესწავლა და ახალი თაობისთვის ამ უნარების გაუმჯობესება. წინა წლების გამოცდილებით მოლოდინია, რომ ახალგაზრდების დაინტერესება დიდი იქნება. სტუდენტებს ჭირდებათ პერმანენტულად გავზღონიზებებში ჩართვა, არა მხოლოდ სასწავლო მიმართულებაა მათთვის მნიშვნელოვანი, არამედ ესე ვთქვათ, კლასგარეშეც რაც გააკეთებენ, როგორ ესე ვთქვათ, მიიღებენ დამატებით არაფორმალურ განათლებას, როგორ შექმნიან ერთმანეთთან კავშირებს და შემდგომში როგორ განავითარებენ მას. აქედან გამომდინარე, მსგავსი ინიციატივა არის უმნიშვნელოვანესი სტუდენტურ ცხოვრებაში. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით თბილისის მერია ახალგაზრდებს საზაფხულო პროგრამას წელსაც სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში მომავალ თაობა შეეძლება მათი ინტერესების გათვალისწინებით სხვადასხვა კულტურული, სპორტული, შემეცნებითი და გასართობი აქტივობებით ისარგებლონ. წელს ტრადიციულ აქტივობებს ხელოვნური ინტელექტის, ინგლისური ენის და რობოტიკის ბანაკებიც დაემატება. დაგვემატება მთელი რიგი სიახლეები, ისეთები როგორიც არის მაგალითად ხელოვნური ინტელექტის შემსავლელი ბანაკი, ინგლისური ენის შემსავლელი, რამდენიმე ბანაკი, ინტელექტუალური საკუთრების, ხის მხატვრული დამუშავების, კინოსა და თეატრალური მიმართულების შემსავლელი ბანაკი, რობოტიკის ბანაკი, მომავალი მეწარმეების, დებატების ხელოვნების, ეთნოსპორტული ლიდერობისა და ზოგადი უნარების განვითარების ბანაკი და ასე შემდეგ. პროგრამის ფარგლებში მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით, ეკიპირება და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისის მერიის საზაფხულო პროგრამით სარგებლობა მოქალაქეებისთვის სრულიად უფასოა. პროგრამაში მოხვედრის მსურველებს რეგისტრაციის გავლა დღეიდან ვებგვერდზე iuv-tbilisi.gz-ზე შეუძლიათ. ეს პროგრამა სექტემბრამდე გაგრძელდება. მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ ახალგაზრდებს. წარმოდგენილია მრავალფეროვანი პროგრამა, სხვადასხვა ინტერესების ადამიანებისათვის ყველასთვის მოიძებნება შესაბამისი პროფილის და მიმართულების საზაფხულო პროგრამა. დაიწყება დღეს რეგისტრაცია, შემდეგ დაიწყება პროგრამების განხორციელება და სექტემბრამდე საზაფხულო პროგრამები იქნება წარმოდგენილი ახალგაზრდებისათვის. ამ ეტაპზე 3000-მდე ადამიანს ველოდებით პირველ ეტაპზე. პროგრამაში მონაწილეობის უფლება 14-დან 29 წლის ასაკის პირებს შეეძლებათ. საჭიროების შემთხვევაში, როგორც პროექტში მონაწილეების რაოდენობის, ასევე ბიუჯეტის გაზრდაც იგეგმება.